ეხლა შეცვალეს სტრატეგია ჩვენმა ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა. სტრატეგია შეცვალეს და ამბობენ ესეთ რაღაცებს. სხვადასხვა კრიპტო კომპანიების CEO-ებს და პრინციპში აქტიურ ადამიანებს უგზავნიან, ასე ვთქვათ, ყალბა ანგარიშებს, თვითონ წერენ Coinbase-დან, Robinhood-დან და ეუბნებიან, რომ აი თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გააქვთ და თქვენთან ჩვენ გვინდა გასაუბრება, ჩავნიშნოთ call-ი, უგზავნიან აპლიკაციებს, ან links, შეიძლება რაღაცა Zoom-ის შეხვედრის ლინკი იყოს, ან Google Meet-ის შეხვედრის ლინკი იყოს და სწორედ ამ ლინკზე გადასვლის შემდგომ ხდება იმ ხელსაწყოს დავირუსება, რა ხელსაწყოდანაც ხდება მოკლედ ამ ლინკზე გადასვლა და აი ამ კუთხითაც ზოგადადაც კიდევ ერთხელ რა ვიცი მარტო ჩრდილოეთ კორეის ჰაკერები კი არა ზოგადად მეილებთან დაკავშირებით და ესეთ შემოთავაზებებთან დაკავშირებით ძალიან მთლად უნდა იყოთ. Twitter-ზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია რომ რეკლამა არ ნიშნავს სანდოობას.